გამარჯობათ. მწვანილში ნიტრატების დაგროვებაზე ვიდეომ ძალიან არაერთგვაროვანი რეაქციები და შეკითხვები გამოიწვია. უმეტესობამ უბრალოდ ვერ გაიგო, ან არასწორად შეაფასა რაზე იყო საუბარი, მაგრამ ზოგიერთი შეკითხვა ნამდვილად ისეთი იყო, რომ იმსახურებს პასუხისგაცემას ცალკე ვიდეოთი. პირველი, თუ ძალიან ღარიბ ნიადაგზე დავთესავთ მწვანილს, ხომ არ იქნება ისე, რომ მოსავალი სულ არ მოვა, ან მოვა ძალიან ცოტა. ეხლა თქვენ თუ გარეცხილ ქვიშაზე, ან ცარიელ პერლიტზე დათესავთ, არაფერიც არ მოვა. მაგრამ თუ დათესავთ, რასაც ნიადაგი ჰქვია, იმაზე მოსავალი გექნებათ. დიახ, მოსავალი ნამდვილად ცოტა იქნება, მაგრამ ცოტა და კარგი რომ სჯობია, ამას ლენინიც კი მიხვდა და პროლეტარებს უანდერძა სჯობს ცოტა და კარგიო. საკუთარი ღვიძლის სიკითხომ არსად არ წავა ეს მწვანილი. მეორე, ორგანული სასუქების გამოყენებისას თუ იგროვებს მწვანილი ნიტრატებს. რა თქმა უნდა, იგროვებს. არ აქვს მნიშვნელობა სასუქი ორგანულია თუ ქიმიური. ეს ის შემთხვევა, როცა ქიმიური სასუქის გამოყენება სჯობია, რადგან ზუსტად შეიძლება კონტროლირება, რამდენი აზოტი უნდა მიიღოს მცენარე. მესამე, ასე ხომ შეიძლება ბიო ან ორგანულ მწვანილშიდაც იყოს ზედმეტი ნიტრატი. რა თქმა უნდა შეიძლება და ეს ხდება ძალიან ადვილად. თუ სადაც მწვანილს თესავთ, ნაკელს შეიტანთ ისეთივე ნორმით, როგორც ვთქვათ, კიტრის ბაღში შეგაქვთ. ასეთ შემთხვევაში მწვანილში ნიტრატი შეიძლება ზედმეტი აღმოჩნდეს. თუმცა ნიტრატის იმ ხელმძღვანელობებს, როგორც კონვენციალურ მეურნეობებში ხვდებით, ბიომეურნეობაში მოყვანილი მწვანილი ვერ აღწევს. ეხლა ბიოსერტიფიკატი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი ნიტრატი მწვანილში თუ სხვა პროდუქტში არ იქნება. და კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია, სასერტიფიკაციო ფირმა აკონტროლებს იმას, რომ ფერმერმა არ იყიდოს და არ გამოიყენოს სინთეზური გვარჯილა, რომელსაც უშვებს მაგალითად რუსთავის აზოტი. მაგრამ რამდენი აზოტია ფერმერის მიერ მოყვანილ მოსავალში, თუნდაც ეს აზოტი მოდიოდეს ნაკელიდან, ამას უკვე სასერტიფიკაციო ფირმები, უпроსორად ბიოსასერტიფიკაციო ფირმები უკვე აღარ აკონტროლებენ. ანუ მწვანილი აუცილებლად ჩვენით უნდა მოვიყვანოთ? შემდეგი შეკითხვა. ეხლა თუ გიყვართ და ბევრს მიირთმევთ, ასეც გირჩევთ, რომ თქვენით მოიყვანოთ. მე არ მეგულება ფერმერი, რომელიც გასაყიდ მწვანილს ისე მოიყვანს, რომ სასუქი საერთოდ არ გამოიყენოს არანაირი. ასე რომ ბალკონზე მწვანილის მოყვანა ყვავილის ქოთნებში არის ძალიან ჭკვიანური საქციელი. თუმცა ცალსახად მწვანილი არ მოიყვანოთ დეკორატიულ მცენარეებთან ერთად ერთ ქოთანში, ეს 2x2-4-ია, არ შეიძლება მათი ერთად მოყვანა. და გარდა ამისა, ქოთანში თუ მანამდე დეკორატიული მცენარე იყო, გრუნტი აუცილებლად გამოცვალეთ თუ შეიძლება. და ბოლოს, როგორ მოვიქცეთ თუ გვინდა დიეტური მწვანე სალათი ან ფხალეული. ეხლა ბატონებო, რუკოლა, ჩვეულებრივი სალათის ფურცლები, ისპანახი და კიდევ ფხალი რისგანაც კეთდება, მოიხმარება გაცილებით დიდი რაოდენობით, ვიდრე მაგალითად ოხრახუში ან ნიახური. ასე რომ, ეხლა რესტორანში კიტრისა და პამიდურის სალათს თუ ცოტა მწვანილს მოაყარიან, ამით ბევრი არაფერი დაშავდება. მაგრამ მწვანე სალათები, სადაც ბევრი სალათის ფურცელია და რუკოლა, უკვე შეიძლება პრობლემური გამოდგეს. ეხლა რესტორნები რომ პროდუქტებში ნიტრატებს ამოწმებდნენ და ისე ყიდულობდნენ, მე არ მეგულება. ასე რომ, ვინც დიეტაზეა, მათთვის ორი რჩევა მექნება. პირველი ის, რომ მწვანე სალათი არ მიირთვათ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში. ყოველთვის მოამზადეთ სახლში. და მეორე, თუ იმდენი ფული გაქვთ, რომ ასეთი სალათის ხშირი მომხმარებელი ხართ, იყიდეთ ნიტრატების ტესტერი $100 ფარგლებში ღირს eBay-ზე
და გააკონტროლეთ მწვანილი და განსაკუთრებით გოგრისებრები. ეს არის კიტრი, საზამთრო, ნესვი, კობრა. პომიდორში ზედმეტი აზოტი არის ძალიან იშვიათად, უკვე ყველაზე გაუნათლებელმა გლეხმაც იცის, რომ პომიდორი აზოტოვან კვებას არ პასუხობს. არ პასუხობს მოსავლის ზრდით, რა თქმა უნდა. თორემ მწვანე მასა მისი იზრდება, მაგრამ ფოთლები არც იჭმება, ხო? ნაყოფზე ალაპარაკი და აი ნაყოფს კი აიკეთებს ნამდვილად ბევრს. ფოთლებს, განშტოებებს გაიკეთებს და მოსავალს კი არ მოგცემს. ამიტომ აზრი არ აქვს ზედმეტი აზოტის მიცემას პომიდორისათვის. თუმცა პომიდორში სხვა ბევრი რამეა ნიტრატებზე უარესი. თუმცა ნიტრატი მასში, როგორც წესი, არ არის, რა უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ. და ბოლოს კიდევ რა მინდა დაუმატო ჩემი მხრიდან, ეს შეკითხვა არ დასმულა, მაგრამ მე მგონი რომ გასააზრებელია. როგორც ადრე ვიდეოებში ვისაუბრეთ, არსებობს პარტნიორი მცენარეები, მაგალითად კიტრისთვის ძალიან კარგი პარტნიორია ბაზილიკი და კამა. ასევე პომიდორისათვის ჩემო ბატონო ძალიან კარგი პარტნიორი გახლავთ ბაზილიკი. ხოდა როგორ უნდა მოვექცეთ აი ესეთ პარტნიორ მცენარეებისაგან მიღებულ მოსავალს. როგორ უნდა მოვექცეთ? ეხლა ძირითადი მცენარეები, ბოსტნეული მცენარეები, როგორც წესი, ორგანული სასუქებით ჩემო ბატონო ხდება ნიადაგის განოყიერება. და ასეთ ამაზე არსებული მწვანილი თუ ორგანული სასუქის ზედმეტად არ გამოიყენეთ, რა თქმა უნდა, იქნება ნიტრატების შემცველი. არ იქნება ისეთი, როგორიც ჩემო ბატონო გახლავთ ვთქვათ ღარიბ ნიადაგზე მოყვანილი. მაგრამ ჯერ ერთი ორგანული სასუქი თუ ეს არის თხევადი კომპოსტი, ან უბრალოდ კომპოსტი, ან თუნდაც ნაკელი, ზომიერად და ნორმების მიხედვით შეტანილი, არასოდეს არ იძლევა ისეთ მაღალ შედეგებს ნიტრატებში, როგორცაც იძლევა, ვთქვათ, სინთეზური ან მინერალური ქიმიური სასუქები. და მცირე რაოდენობით ასეთი მწვანილის გამოყენება ნორმებით, მაგალითად ბაზილიკის ნორმა მაქსიმუმ 50 გრამია დღე-ღამეში. დასაშვებია და არაფერი საშიში ამაში არ არის. ხლა ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში უпростоრად უნდა გამოვიყენოთ ნიტრატების ტესტერი, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს. ეხლა ასეთი რამ არასოდეს არ მოიყვანოთ ვთქვათ რუკოლა და კიდევ სალათის ფოთოლი, როგორც პარტნიორი მცენარე. ეს ასევე ისპანახი. ეს ის კატეგორიაა, რომლებიც ხშირად და ბევრი გამოიყენება კერძებში და მწვანე სალათებში. ამიტომ ხლა მცირე დოზებით გამოსაყენებელი მწვანელი, როგორც კამა და როგორც ვთქვათ ბაზილიკია, თუნდაც პარტნიორი იყოს, მისგან არაფერი საშიში არ მოდის, განსაკუთრებით, როდესაც ვიყენებთ ორგანულ სასუქებს. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.